Ხუჩა ყვარაცხელია დღეს ზუგდიდში დივშენით დაავადებულ ბავშვს ანდრიას საჩუქრები მიუთანა, ვიდეო გადაიღო და გაავრცელა. კაი პიარსულა იყო. და ამაზე კოცები ხო ცალკე გაგიჟებულები არიან, სიხარულით აიჩვენი ხუჩაო და ეს აქედან მხარეც ანტიკოცური საზოგადოებაც ანალოგიურად ხუჩა ოჩაღ და რაღაც. იცით რა არის შემოკარგებო? ხუჩა არის სისტემის ნაწილი. აი ამ სისტემის რუსული სისტემის ნაწილია. სანამ ხელისუფლება წოდებულმა ქოძბანდამ არ აღიარა დივშენის ბავშვთა პრობლემა, ხალხის ბრძოლის შედეგად არ თქვა რომ შემოიტანს წამლებს, ხუჩამ კრინტი არ დაძრა. ხო გახსოვთ, ამაზე ვიდეოებიც ქონა ჩაწერილი. ჩვენ რო ვიბრძოდით იქ და მშობლები რო დღედაღამ ღიაცის ქვეშ წვიმაში და ქარში იდგნენ კანცელარიის წინ 40 დღეზე მეტი. აი ამ 2 თვის განმავლობაში, ხო? კრინტი არ დაძრა ხუჩამ. იმიტომ საშიში იყო ეს მისთვის, მისი კარიერისთვის, რა ვიცი, მისი ბიზნესებისთვის აქ, მისი ახლობლებისთვის. რომ არ დაპირისპირებოდა ქოძბანდას, რომელიც მაშინ ირაკლი ყობახიძის პირით იძახდა პირდაპირ, რომ ჩვენ რატო უნდა გავწიოთ ამ ბავშვებზე არარაციონალური ხარჯები, ანუ ესენი ხო ისედაც მოკვდებიანოდა. მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა ხუჩამ ეს ჟესტი თავისი პიარისთვის ისევ. როცა ყველაფერი დაალაგდა ხო ჩვენი ბრძოლის შედეგად. ბიჭო, რა უნდოდა რომ ამ ბრძოლის დროს, როცა ჩვენ ქუჩაში ვეყარეთ მთელი 2 თვე, ერთი Facebook პოსტი დაედო, ერთი წინადადებით. სოლიდარობა დივშენის ბავშვებს, მაგრამ ესეც არ გააკეთა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დაუპირისპირდა ქოძბანდას და სოლიდარობა არ გამოხატა ბავშვების მიმართ. და ახლა განსაჭეთ თქვენ თვითონ, რა ვიცი, ანიმათის აქციელი რა არის, ვიც ამის გამო ხუჩას ტაში უკრავს და 2 თვე დარბოდა ქუჩაში ამ ბავშვების სიბრალული და მათთან სოლიდარობის ნიშნად და ახლა კოცებზე ხო აღარ ვილაპარაკებ. ანუ უნდა ვიცოდეთ რა, ჩვენ ელემენტარულად ეს ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეები და ეს რა ვიცი, ვითომ ვარსკვლავები, რომლებიც სისტემის ნაწილები არიან და ჩვენს ტანჯვას დუმილით თუ ტაშით ხართ უჭერენ, მათ ყოველთვის უნდა შევახსენოთ, ისინი დამნაშავეები არიან სამშობლოს, ხალხის და ყველაფრის წინაშე, რაც ადამიანურია. მათ მხრებზე დგას ქოძბანდა და ტას ნუ უკრავთ. ამის გამო გავრცელეთ ეს ვიდეო.